ადრეც გიყვებოდით, ეს გადასასვლელი ჩვენ სახლთან ახლოს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა 5 წლის მოუსვენარ ტყუპებთან ერთად ვართ. დღეს ის იშვიათი დღეა, როცა თეკლა და სანდრო ბაღში დედას და მამას ერთად მიყავთ. თუმცა ზოგჯერ მცირე ტრავმებისგან ესეც ვერ გვაზღავს. და ეცი? მაგას კისერზე შესმავალ. და აღარ ეტკინე. გაშალე. არ დამსვარე. აი გაიცი. გაწე შემკუდა. დორე აღარ ვიხედები. თეკლას ცრემლების სიცილში იმდენად სწრაფად გადადის ხოლმე ზოგჯერ მეც მიგვირს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა დედას საქმეები აქვს და მთელი დღით უწევს სახლიდან გასვლა? აი ზუსტად ასეთ შემთხვევაზე მინდა მოგიყვეთ. მიდი ჩენით. ისე გამოვიდა, რომ მთელი დღე დაკავებული მქონდა, დილით უნდა წავსულიყავი ფორმულაზე, გადაცემის ჩაწერას დავსწრებოდი, რადგან განათლების თემებზე სასაუბროდ მიმიწვიეს როგორც მშობელი, შემდეგ უნდა გადამენაცვლა სასამართლოში, სადაც ჩემი პროცესი მიმდინარეობდა სააპელაციო სასამართლოს გულისხმობ და მოკლედ ძალიან გამიხარდა, რომ გელა სახლშია და შესაბამისად დამატებით ადამიანის მოძიება, ვინც ბავშვებს სკოლა-ბაღიდან გამოიყვანდა და წრეებზე წაიყვანდა, არ მჭირდებოდა. დავტოვე მთელი ბაღის და სკოლის წრეების დეტალური ინსტრუქცია, რომელი სად წაეყვანა, მაცივარზე გავაკარი ეს ინსტრუქცია, ყველა სოციალურ ქსელში დაწყებული მესენჯერიდან დასრულებული WhatsApp-ით მივწერე ვრცელი დეტალური ჩამონათვალი აი ამ დღის განრიგის, ლამის ბავშვებს შუბლზე დავაწერე რომელ საათზე რომელი სად უნდა წაეყვანა და პირველ საათზე მირეკავს ჩემი ქმარი. და მეკითხება, აბა მითხარი ახლა რომელი სად წავიყვანო? მეთქი ხომ გიწერია, ხომ გამოგიგზავნე მესიჯები? კაი, ახლა იმის კითხვასო ბარემო დაგირეკე და მითხარიო. მაგრამ რაში შევცდი, იცით? როგორც ჩანს რაღაც დისკომფორტი აქვს აი ამ კითხვის პროცესის და ხმოვანი შეტყობინებები უნდა გამეგზავნა თურმე. ოღონდ დღის განმავლობაში რამდენჯერ დამირეკა, რამდენჯერ დააზუსტა თითოეული წრე არ იცით და საღამოს რომ მოვედი სახლში, კარი რომ გავაღე, ფრონტის წინახას ხომ გავდა სახლი, დრო იხელთა და გარეთ გავარდა და ფანჯრიდან რომ გადავიხედე, ეზოში დადიოდა და ცდილობდა ესუნთქა. რაო როგორი სქესის წარმომადგენელი ვარ მეო, სუსტი ხო? ჰა? ის არ მაღიარებს და თქვენ მაინც მაღიარეთ. თუმცა დავიწყოთ თავიდან. ყველაფერს თანმიმდევრულად მოგიყვებით. სანამ სახლიდან გავიდოდი პირველ რიგში დეტალური ინსტრუქცია დავწერე, სადაც პუნქტობრივად და წუთობრივად იყო გაწერილი ანას, თეკლას და სანდროს სკოლიდან და ბაღიდან გამოყვანისა და წრეებზე წაყვანის გრაფიკი. დღეს მაქვს ცოტა დატვირთული დღე. ფაქტობრივად მთელი დღე ვარ დაკავებული და არ მცალია. ორმაგად მიხარია, რომ გელა არის სახლში და შეუძლია მიხედოს ბავშვებს. ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. დილიდან ვწერ აი ესეთ გეგმას, რომელი ბავშვი როდის სად უნდა მიიყვანოს, რომელ საათზე საიდან უნდა გამოიყვანოს და ვნახოთ დღის განმავლობაში რას იზამენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ მხოლოდ ამას დავჯერდები? არავითარ შემთხვევაში. მაცივარზე ხო უნდა გავაკრა ეს დიდი ჩამონათვალი. ბავშვებს სათითაოდ ხო უნდა დავაზეპირებინო, რომელ საათზე სად მიდის. ყველა სოციალურ ქსელში მესენჯერიდან დაწყებული WhatsApp-ით დამთავრებული ხო მესიჯი უნდა გავუგზავნო, რომელ საათზე სად მიყავს. და საღამოს გაცნობებ შედეგებს. გელა მაცივარზეც გავაკარი.
ახლა მივდივარ ტელეკომპანია ფორმულაში განათლების რეფორმაზე სასაუბროთ. არიქა ხალხო ისტორიული მომენტია მარშალ გელოვანზე საცობი არაა და მივდივარ. ეს დრო უნდა დავიმახსოვრო აუცილებლად. თვალებს არ უჯერებ, საცობი არაა და შემიძლია სადღაც რა ვიცი 20-35-ით ვიარო. ხომ მოგწერე ყველაფერი დეტალურად. შევდივარ, მე უკვე აღარ მცალია. Facebook-შიც, Messenger-შიც გაქვს, WhatsApp-შიც გაქვს. ვერ გიყვები, კაცო, არ მცალია, უნდა შევიდე. ასე ჩემი საყვარელი ფორმულა. მადლობა. ოხ, შვები? ვარ თეოსთან. თეო? მაკიაჟი. თეოს მიუსწარი. ეს გოგო ისეთ მაკიაჟს აკეთებს, ასეთ შანს ხელიდან ვერაფრით გავუშვებ. ამასობაში კიდევ ერთი ზარი სახლიდან. ვიდრე კი კაბალა ამაზდება, მე ასეთი ვიზუალით აღმოვჩნდი. დაც შემიმჩნია. ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ვისთანაც მიმუშავია. ეს ხალხი და ეს გარემო სულ მენატრება. ვაიმე, ჩემიო. რესპონდენტის როლში ყოფნა აქ ჩემთვის ცოტა უჩვეულოა, რადგან გარკვეული პერიოდი ფორმულაში ჟურნალისტად მუშაობდი. სიუჟეტი გავაეთერში და ამ დროს ჩვენ შევალთ დავსხდებით სტუდიაში. გამარჯობათ, გამარჯობა. ვიდრე ეთერში შევალთ, დარჩა რამდენიმე წუთი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. და საინტერესოა ყველა პერსპექტივა მათ შორის. კი ბატონო, კი და ალბათ ახლა დავიწყოთ თქვენგან. მოდი ვისაუბროთ რა არის შეიძლება პოზიტიური ამ ყველაფერში, რა არის ნეგატიური, რა არის პრობლემური და რა არის იმდენად სარისკო, რაც ჩვენი შვილების მომავალ შეიძლება ეხებოდეს ამ არსებითად. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა ძალიან მოკლედ ვთქვა იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც დამიტოვა განათლების რეფორმის პრეზენტაციამ. სიმართლე გითხრათ, კითხვები უფრო მეტი დამიტოვა, ვიდრე პასუხები, პასუხი გავეცი. როგორ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ სკოლის ფორმა რამენაირად გამოასწორებს სიტუაციაში, მაშინ, როდესაც სკოლებში ელემენტარულად ტუალეტები არ არის მოწესრიგებული. თხევადი საფრთხე არ არის. ტუალეტის ხაღალდები არ არის და ბევრი ბავშვის და მსმენია, რომ თავს იკავებენ ტუალეტში აღშეთიან და ბრუნდებიან სახლში. კი ღირსების შემლახავია. რა თქმა უნდა, ღირსების შემლახავია, იმიტომ რომ ჰიგიენის ელემენტარულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს ეს ინფრასტრუქტურა. ტელევიზიიდან გამოსვლა და ტელეფონის ჩართვა ვერ მოვასწარი. კიდევ ერთი ზარი. ხო. კი, ახლა ჩავდივარ. ჩააცვი და გაიყვანე უკვე. კი. კაი, წავედი. კი, დროა უკვე დაგაგვიანდებათ. არა, კაცო, ხატვაზე რა, ინგლისურზე. ჩახედე მაგმესიჯს, გეშინია მესენჯერის გახსნა? წავედით სააპელაციო სასამართლოში. მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს. აქეთ სააპელაციო სასამართლო, იქეთ ტელევიზია, იქეთ ბავშვების წრეებზე სიარული, რა გინდა სულო დაგულო. თეკლას რომ გამოიყვან, მერე წაიყვანი ანა. გეტყვის ანა მაციცის. სკოლიდან გამოყვანის ეტაპი წარმატებით დავხურეთ. გადავდივართ წრეების ნაწილზე. სასამართლოს შენობის შიგნით გადაღება რამდენიმე თვის წინ აკრძალეს. ამიტომ მომიწევს მობილური დროებით გამოვრთო. ამ თემაზე ჩემს ვლოგში არ მომიყოლია, ამიტომ მოკლედ აგიხსნით. რა სასამართლო პროცესი მაქვს პირველი არხის წინააღმდეგ. 2022 წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მე და ჩემი ორი კოლეგა გაგვათავისუფლა იმის გამო, რომ ღიად ვისაუბრეთ არხზე არსებულ ცენზურასა და შავსიებზე. ველოდებით გადაწყვეტილებას. დიდი იმედი არ მაქვს ხადია, თუმცა
სტრასბურგამდეც რომ დამჭირდეს ჩასვლა, ჩავალ და სამართალს აუცილებლად ვიპოვე. სამწუხაროდ რაიმე სიახლე დღესაც არ გვეცოდინება. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოცხადება კიდევ რამდენიმე კვირით გადადო. მოვედი ნაშვებით. რა იყო შულო დაგარბია თვინმე? დაგვადგა მგონი საშველი აღარ ისმის ხმა დაეძინათ ალბათ. მოყევი ახლა ძალიან არახად გამოცლილი ხარ, მაგრამ რა ხდებოდა? როგორ რამდენად გიჯერებდნენ, როგორ მიიყვანე, მოიყვანე, 97 ჯერ კი დამირეკე, მაგრამ მაინც. დავანებე რა თავი. ლაპარაკის უნარიც აღარ აქვს, ხო? სხვათა შორის მაგ ყველაფერს ყოველ დღე დამოუკიდებლად ვაგვარებ მე და მაღიარე მაინც. კი აგვარე. გავიგე ხარ რომ დაიღალი აქეთი გეტატარე ბავშვები და ასე შემდეგ და მთელი დღე სახლში არ შემოსულ ხარ. მაგრამ იუსტიციის სახლიდან რო დოკუმენტი გქონდა გამოსატანი, მაგრამ გამოგეტანა ისიც. გავასწავლე ახლა აქედან როგორ